გამარჯობა. დღეს ცვალებადი კრიტერიუმის დიზაინს განვიხილავთ. ეს არის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ძალისხმევა ეტაპობრივი პროგრესის დროს ნამდვილად მუშაობს. დავიწყოთ მთავარი კითხვით. როგორ დავამტკიცოთ, რომ მეთოდი მუშაობს, როდესაც პროგრესი ეტაპობრივია? თქვათ კონკრეტული უნარის გაუმჯობესება გვინდა და ამას ვაკეთებთ ნაბიჯ-ნაბიჯ. როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პროგრესი სწორედ ჩვენი ახალი მიდგომის დამსახურებაა და არა უბრალოდ დროის გასვლის ან სხვა ფაქტორის შედეგი. ეტაპობრივი მიზნების დასახვა, ვთქვათ, ამ კვირაში წიგნის 10 გვერდს წავიკითხავ, მომავალში 15 საკმაოდ მარტივია. მაგრამ იმის დამტკიცება, რომ სწორედ ჩვენი გეგმა მუშაობს და არა სხვა რამე, ბევრად უფრო რთული ამოცანაა. ეს არის მთავარი გამოწვევა. ცვალებადი კრიტერიუმის დიზაინი ეს არის მეთოდი, რომლითაც ვაფასებთ ჩვენი ჩარევის ეფექტს. როდესაც ერთ კონკრეტულ ქცევას ცვლით საფეხურეობრივად, ანუ ყოველ ჯერზე კრიტერიუმს ცოტა მაღლა ან პირიქით ქვევით ვწევთ. როგორ ამტკიცებს ეს მეთოდი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს? ეს კიბის აშენებას გავს. ჯერ ვზომავთ სად ვართ ახლა, ეს არის ჩვენი საწყისი დონე, მერე ვამატებთ პირველ საფეხურს. ეს ჩვენი პირველი მიზანია. როდესაც ამ საფეხურზე მყარად ვდგავართ, ანუ ქცევა სტაბილურია, შემდეგ უფრო მაღალ საფეხურს ვამატებთ და ასე ვაგრძელებთ, სანამ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. ყოველი წარმატებით გავლილი ეტაპი, თითოეული საფეხური ხდება შემდეგი ეტაპის საწყისი წერტილი. ეს საშუალებას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ რა მოხდება შემდეგ და როდესაც კრიტერიუმს ვცვლით და ქცევაც შესაბამისად იცვლება, ჩვენ მისი ექსპერიმენტს ვიმეორებთ და ვაძლიერებთ მტკიცებულებას, რომ პროცესს ჩვენ ვმართავთ. დამატებით, როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ? თითოეულ საფეხურზე გაჩერების დროის ხანგრძლივობას ვცვლით. ზოგიერთ ფაზას ვაგრძელებთ, ზოგიერთს კი ვამოკლებთ. თუ ქცევა იცვლება მაშინ, როდესაც ჩვენ ვცვლით კრიტერიუმს და არა უბრალოდ დროის გასვლის გამო, ესე იგი კონტროლი ჩვენ ხელთაა. კონტროლის დემონსტრირების უფრო დახვეწილი მეთოდით, თუ დავუბრუნდით წინა კრიტერიუმზე და ქცევაც უკან დაიხევს, ეს უკვე უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სწორედ ჩვენი ჩარევა მართავს მას და არა რამე სხვა. ჩვენი დასკვნები მყარი რომ იყოს, 3 ოქროს წესი უნდა დავიცვათ, რომელზეც დგას დიზაინის ვალიდურობა. ესენია თითოეული ფაზების სიგრძე, საკმარისად გრძელი უნდა იყოს სტაბილური რეაქციების მისაღწევად. ასევე სიგრძის ცვლილებით ვამტკიცებთ, რომ პროგრესი უბრალოდ დაგროვებული პრაქტიკის შედეგი კი არ არის, არამედ კონკრეტულად ჩვენი ჩარევის შედეგია. მეორეა კრიტერიუმის ცვლილების მაგნიტუდა, ანუ რამდენად დიდ ნახტომებს ვაკეთებთ საფეხურებს შორის. აქ ოქროს შუალედის პოვნაა მთავარი. ცვლილება საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ ეფექტი აშკარად დავინახოთ. მაგრამ ამავდროულად იმდენად რეალისტური, რომ მისი მიღწევა შესაძლებელი იყოს და მოტივაცია არ დაიკარგოს. და მესამე წესი, ცვლილებების რაოდენობა, რაც უფრო მეტჯერ მოირგება ქცევა ჩვენს მიერ დაწესებულ ახალ კრიტერიუმს, მით უფრო მეტი მტკიცებულება გვექნება, რომ პროცესს ნამდვილად ჩვენ ვაკონტროლებთ. ვალიდური ანალიზისთვის სულ მცირე 3 კრიტერიუმის ცვლილება, ანუ 3 საფეხური მაინც უნდა გვქონდეს, რაც მეტი, მით უკეთესი. კონკრეტულად, როდის გამოვიყენოთ ცვალებადი კრიტერიუმის დიზაინი და როდის ჯობს თავი შევიკავოთ? ეს დიზაინი კარგია, როდესაც გვსურს გავაუმჯობესოთ რაღაც, რისი გაკეთებაც ადამიანმა ისედაც იცის. მაგალითად, გავზარდოთ კითხვის სიჩქარე ან ვარჯიშის ხანგრძლივობა. მაგრამ ის არ გამოგვადგება, თუ სრულად ახალ უნარს ვასწავლით ნულიდან. ცვალებადი კრიტერიუმის დიზაინს ერთი სასარგებლო ვარიაცია აქვს. წარმოიდგინეთ, რომ მიზანი ერთი კონკრეტული რიცხვის დაფიქსირება კი არ არის, არამედ გვაქვს დიაპაზონი მინიმალური და მაქსიმალური ზღვარით, რომლის ფარგლებშიც არის მოსალოდნელი ქცევის გამოვლენა. მაგალითად, ერთ კვლევაში მონაწილეს დაეხმარნენ სირბილის დრო 1 საათამდე გაეზარდათ. ყოველ ეტაპზე მას ჰქონდა არა ზუსტი მიზანი წუთებში გამოსახული, არამედ სამიზნე ფანჯარა. მაგალითად, სირბილი მინიმუმ 18 წუთი და მაქსიმუმ 22 წუთი. ეს მიდგომა ხშირად უფრო მოქნილია. შევაჯამოთ. ცვალებადი კრიტერიუმის დიზაინი კარგი მეთოდია ეტაპობრივი ცვლილებების შესაფასებლად. ის ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, ისე რომ არ გვიწევს მიღწეული შედეგის მოხსნა. მისი სიძლიერე დამოკიდებულია ფაზების სიგრძის, ცვლილებების სიდიდის და რაოდენობის სწორ მართვაზე. ის არსებული ქცევების გასაუმჯობესებლად გამოდგება და არა ახლის სასწავლად.